თბილისში დიდი ოდენობით მეტადონი, პრეგაბალინი, კეტამინი, MDMA და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. დაკავებულია 4 პირი. პოლიციის ცნობით დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალებები პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებლის სახლების ჩხრეკისას უპოვეს. დანაშაულები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენ ვუახლოვდებით მრავალდონიან შეთანხმებას პატრიოტის სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების შესახებ, აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის პატრიოტის ტიპის სისტემების გაგზავნას განიხილავს. მისი თქმით, ეს რაკეტები ქვეყანას თავდაცვისთვის სჭირდება. ჩრდილოეთ კორეამ მზადაა უპირობოდ დაუჭიროს მხარი მოსკოვის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ყველა ქმედებას. განაცხადა კიმ ჩენ ინმა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე. ლავროვს ჩრდილოეთ კორეაში 3 დღიანი ვიზიტი აქვს. ფინეთში რუსული სამხედრო კერძო კომპანია ვაგნერის წევრი დააკავეს. მან ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით დაკავებულმა რამდენიმე თვის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ღალატში დაადანაშაულა.